წარმოგიდგენთ ამერიკის დღეების დასაწყის ზუგდიდის ღონისძიებით. დღეს 3 საათიდან უკვე ვიწყებთ ჩვენი პროგრამების წარმოდგენა საზოგადოების მიმართ. ანუ ამერიკის საელჩოს, ამერიკის განვითარების ფონდის, მილენიუმის ფონდი, სხვა ჩვენი პროექტებისა და პროგრამების წარმოდგენაა დღეს აქ განთავსებულ საინფორმაციო ბაზრობაზე, რომელიც 3 საათიდან 6 საათამდე გასტანს. პარალელურად ახალგაზრდა მოცეკვავეები გვაქვს ჩამოყვანილი, C2C არის სახელწოდება ამ ჯგუფის, რომელიც მოიცავს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთიდან ახალგაზრდა მოცეკვავეებს და ყოველ საათში წარმოადგენენ თავიანთ, ასე ვთქვათ, შეასრულებენ თავიანთ ცეკვებს. ხოლო რაც შეეხება კონცერტს, რომელიც გაიმართება 6 საათიდან და გასტანს 2 საათს, ჩამოყვავს ამერიკული ბენდი Danger Flow. დღეს ზუგდიდში ტარდება ამერიკის დღეები. ამ ღონისძიებაში ათინათი თითქმის ყოველ წელს ღებულობს მონაწილეობას და წელსაც გვაქვს პატივი, რომ 2 პროექტის შედეგები გამოვხილოთ. ეს პროექტები არის PH International-თან პარტნიორობით მომავლის თაობა და მეორე პროექტი ეს არის გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-თან პარტნიორობით პროექტი ახალგაზრდების ჩართული განვითარება. ორივე პროექტი ემსახურება ახალგაზრდების განვითარებას. პირველი პროექტი, რომელიც PH International-თან თანამშრომლობით არის სამოქალაქო განათლების პროექტი, ხოლო მეორე პროექტის პარკლებში 4 მიმართულებით მუშაობს საზღვრისპირა 10 სოფელში, 10 სოფლის 10 ესეთი დღეების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით ზუგდიდში და სამეგრელოს რეგიონში, რადგან USAID-ისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ბევრი პროექტი ხორციელდება და რასაკვირველია სასიამოვნოა, როდესაც ამ პროექტების შედეგებს ვხედავთ.